ბრუნდებით ეთერში ლიკა ბასილაია შავგულიძესთან და სოფო როინიშვილთან ერთად ნახეთ ეს კონტრასტი 7 მილიონის გათეთრებაზე ელაპარაკი ღარიბაშვილის შემთხვევაში და ის თავისუფალია თქვენ მოგიწიათ იზოლატორში მოინანია მთავარია თქვენ არ მოინანიეთ ეთქობა ლიკა 5 დღით იყო საჰესში თქვენ 4 დღით გურჯაანში პედაგოგი ჟურნალისტი სამეურო საბჭოს წევრი საზოგადოებრივი მაუწყებლის ჯერ ერთი როგორი განწყობით გამოხვედით დარწმუნებული ვარ რომ ხნეთ ხართ და წინააღმდეგობას არ ჩაეხსნებით ამ რამდენიმე დღიანი პატიმრობის შემართებით ვარ აბა ლიკა რას გვეტყვით თქვენ მე ვარ ძალიან კმაყოფილი ჩემო ელისო იმიტომ რომ გავიცანი არაჩვეულებრივი გოგოები იქა მებრძოლის სულ ახალგაზრდები სულ ერთი იყო 21 წლის მეორე იყო 25 წლის მესამეს რაღაც დაახლოებით მაგდენ და აი რა შემართება აქვს და რა ბრძოლის ჟინი აქვს და როგორი უშიშარი გოგოები არიან აი გაოგნებული ვიჯექი და რა ვქნა თქო ფიქრობდით რომ რა ჩვენ მე და ის იყო რა ქვია თავისუფლების მოედნის ერთ-ერთი წევრი კიდე ნატა ისა და ცხოველთა უფლებების დამცველია ის და არაჩვეულებრივი ძლიერი ქალი ასე და ესე იგი თქვა თურმე გაირკვა რომ აკლებული გაურობა იმიტომ რომ ჩვენ მღეროდით ჩვენ ვერთობოდით ჩვენ ვიცინოდით ტრის ჯინაზე ხო და ну რეალურად ღიარულად გავატარეთ რა ანუ ერთმანეთი გვეხმარებოდა ერთმანეთის ყოლა იქ საკანში და ну ეხლა რაზე ლაპარაკი 5 დღეს მოითმეს ადამიანი ელისო იმ ხალხმა რა ქნას და რა თქვა წლობით რომ გამოამწყლიეს ამ უნამუსოებმა ამ ნამუს გარეცხილებმა ესენი არიან კორუპირებული ნამუსზე ხელი აღებული ასევე ღალატობენ ქვეყნის ინტერესებს არღვევენ კონსტიტუციას ზალადობენ მოქალაქეებზე პოლიცია გადააქციეს რაღაც აი ტრაგიკომიკულ პერსონაჟებად თითოეული პოლიციას ვთქვათ მე რამდენადაც ვიცი მე ვიდექი ტროტუარზე ვიდექი და ვუხსნიდი ამ პოლიციელებს მინდა რომ ავუხილო თვალი რომ ესენი ემსახურებიან რეალურად რუსულ ინტერესებს ელისო და თუ ჩვენ აღარ ვიქნებით და აღარ ვიბრძოლებთ და აქ თლიანად გაიდგავს ფესვებს რუსეთი აუცილებლად ამის ფაქტები არსებობს უკვე როგორ მოუწოდებს სალავიოვი არ ნახე ეს ამონარიდი სალავიოვი მოუწოდებს მიგდ ჩვენო დავიცავითო ქართველები 100 წელია ვიცავდით მათო ეხლა დრო არისო დაგვიბრუნოთ ვალიო ხო და ისინი ძალიან კარგი მებრძოლები არიანო და უნდა წამოვიდნენ ჩვენთან ომში ისინი ჩვენ გვჭირდება და ჩვენ მათ ჭირდებითო და რა ვიცი პოლიციას ეხლა რა გონია რომ პირველ რიგში მათ დაავლებენ ხელს და სხვათა შორის მინდა გითხრა აი დიდ შუშებიან შენობაში გზატკეცილზე კახეთისაც აღმოჩნდი როგორც გავარკვი ეს ცალკე ისტორია ერთ პოლიციელს რაზე ვესაუბრე და რაოდენ იდეოლოგიზირებულია და ინდოქტრინირებულია აბსოლუტურად სულ სხვა ტიპის მოძღვრებასთან მიმართებაში ეს ადამიანი მაგას ცალკე მოუყვები თურმე უსაც მტერი მოდის შენ უკან უნდა დაიხიო ეს არის მისი ასე ვთქვათ მწამსი ასე უნდა მოიქცე თურმე ასე ესმით სამშობლოს სიყვარული რასაც ხო ამფარებელები არის სწორად ესმით იმის ხედავ რომ ძალიან ძილობიანი ადამიანი იყო ზოგადად ძალიან კარგად მომექცა და არანაირ იმას არ ქონია ადგილ შეურაცხყოფას ან ფიზიკურს ან სიტყვიერს უცბად აღმოვაჩინე რომ ანუ არსებობენ ჩვენთან პოლიციაში ადამიანები რომელთაც მიაჩნიათ რომ ზუსტად ისევე როგორც ქოცების იდეოლოგია კარნახობს მოქალაქეებს რომ როდესაც მოდის მტერი კი არ უნდა დახვდე მას ანუ დაცული ანუ შეიარაღებული ძლიერი აი ესე კი არ უნდა იდგე უბრალოდ რახან ის თეორიულად შენზე უფრო დიდია ანუ მოკავშირეები კი არ უნდა ეძებო თურმე კი არ უნდა მოემზადო რომ დახვდე მტერს იმისთვის რომ მე არ დაატრიალო შენთან აი საშინელებები რასაც ატრიალებს დღესაც უკრაინაში რუსეთი ეს ბოროტი ურდო
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაგათ გონიათ რომ გადარჩებია? რუსები ყველას გადაუვლიან და ეს აქმა მათ არ აქვს, თუმცა სხვათა შორის სალავიოვის ეს ტექსტი მოწოდება რომ ისულიყვნენ მათთან არმიაში და გაეფორმებინათ კონტრაქტი, სმენიათ იქ პოლიციელებს და როდესაც ამას ყვებოდი და რაღაცნაირად შეჯგუფდნენ ქარიშებო, დაუდასტურეს აი იმ ადამიანს, რომელსაც მიაჩნია რომ Deep State-ი მართავს თურმე ზელენსკის არ უნდა მოეგერიებინა ურდო შემოტევა, არამედ უნდა დაეთმო და თურმე ჩვენც ასე უნდა დავთმოთ და ასე იქცეოდნენ ჩვენი მეფეებს და ჩამოთვალა იქ რამდენიმე მეფე. მოგეთ, აი აბსოლუტურად სხვადასხვა იმას პოლიუსებზე ვიმყოფებით, მაგრამ არიან მინი აქცია ჩავიტარებიათ იქ არიან ჩვენნაირად მოაზროვნე ადამიანები, რომლებსაც ჭირდებათ აი სხვა საერთოდ ჩვენ მე მიმაჩნია რომ ჩვენ შევცდით რომ ამ ხალხთან არ გავმართეთ კომუნიკაციის არხები და ეხლაც არ არის გვიან ჩემი სისტემაში არიან ადამიანები სისტემაში არიან ჯანსაღად მოაზროვნე რეალისტურად მოაზროვნე ადამიანები რომლებიც ხედავენ რუსეთისგან მომავალ საფრთხეს ხედავენ აუცილებლობას რომ ყავდეს მოკავშირეები რომ არ დაუხდეთ მტერს აესე როგორც ახლა ვართ საუბედუროდ და ვართ უკრაინის გამძლეობის ანაბარა სინამდვილეში დღეს და აი ამ ხალხთან მოსამოკავშირე ურთიერთობები რაღაცნაირად უნდა დავამყაროთ. აი სოფოს გამოცდილებაც მოვისმინოთ, მე ვიცი რომ თქვენი დაკავება ცოტა სხვა ფორმით მოხდა, თქვენ თავად მიხვედით პოლიციასთან, იმიტომ რომ თქვენ შულთან კონდათ კომუნიკაცია, სადეს მისი მოტყუება თქვენი მისამართის დადგენის. მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა მხარდაჭერისათვის. სოფო დღეს გამოვიდა სულ რამდენიმე საათის წინ დატოვა. მადლობა მხარდაჭერისათვისა და სტუდიაში შემოწევისათვის. იცით რა არის, დაურეკეს ჩემ შვილს. აი წინა დღეს როდესაც გზა გადავკეტეთ 24 რიცხვში, არა 23-ში, ხო? მეორე დღეს გარეთ ვიყავი გასული რაღაც საქმეზე და მარიამი მირეკავს, რომ დედა რა გამოიწერე, ამანათი ჩამოვიდა, მე დამირეკეს, მე რას გამოვიწერდი? იმიტომ რომ 7 თვეა დაყადაღებული მაქვს ანგარიშები, არც მობაილ ბანკი არ მაქვს და აი როგორ უთხარი მისამართი აქ არა ვარ რეგისტრირებული ქუთაისში ვარ და იმ წუთში მივხვდი. ცოტა ხანში გაითიშა ბავშვების ტელეფონი, ყველაფერი ვიფიქრე, მეთქი ალბათ მოვიდნენ, ბავშვები შეაშინეს, სახლში შევიდნენ. ვერ ურეკავდი და ეს გაგრძელა სადღაც 9 საათი სრული ისტერიკა დამემართა. შემდეგ როგორც იქნა, ერთმა მიპასუხა გეგამ და მითხრეს, რომ ეზოში დგას პოლიციის და სუსის მანქანა. და ამანათი რა საჭირო იყო? ნუ ის სხვაგვარად მისამართს ვერ დაადგენდნენ. ბავშვის საშუალებით გამოვიდნენ, აი საცხოვრობდი თბილისში. არ მოუდგენენ. და როდესაც დამირეკა ცოტა ხანში ადვოკატმა, ჩემმა მეგობარმა ისიც სოფოროინიშვილია, ჩვენ ამ პროცესში გავიცანით ძანუჩვეულ სიტუაციაში ერთმანეთი და მოკლე პრეისტორიას მოვყვები. აი 2 წლის წინ, როდესაც ეს რუსული კანონი შემოიტანეს, მეორე მოსმენის დროს რაღაც გაბრაზებულმა დავწერე პოსტი დაიტოვეში. რომ ესე თავისუფლად უნდა შევგვეშვა და გამოგვეშვა, რა აზრი ქონდათ ღამის თენებას თქო რა, მაშინ რაღაც ესეთი მინდოდა რაღაც კმედითი მოძრაობა ხალხისგან და სოფოროინიშვილი მეხმიანება რომ ეს ჩემზე რადიკალს უნახავდი რომ ინიშვილს არ მეგონა და ესე გავიცანით ერთმანეთი და აღმოჩნდა რომ ამ პოსტის გამო დაიბარეს სოფოროინიშვილი. ავერიეთ ერთმანეთში ორი მარინა გიორგის ასულიფერაძე, როგორი ზე პროფესიონალები არიან, არანაირად არ უგებართ ვიზუალურად ერთმანეთს ან და როდესაც სოფომ გამომიცხადა ხა თანადგომა და ჯობია რომ წავიდეთო, იმიტომ რომ ხა ბავშვების თვალწინ არ მინდოდა, მაინც სამიყვანდნენ. თუმცა ბავშვების თანდასწრებით ვიცით რომ არაფერს არ ერიდებიან. ნუ რა თქმა უნდა, ხა სადაც შეუვარდნენ მარიამ მეყანწიშვილს სახლში და სპეცოპერაცია მოუწყვეს მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ნუ ხა ჩემები გაცილებით დიდები მყავს, 18-ის და 16-ის არიან. ამიტომ ვიცით ვისანა გვაქვს საქმე და გადავწყვიტე რომ ჩემი ფეხით მივსულიყავით მე და ჩემი ადვოკატი ისიც სოფოროინიშვილი. ნუ პირველი იყო შოკი მათი მხრიდან, რომ ორი სოფოროინიშვილი, ნუ რაზე მოვეთ, თან ძალიან მაგარ ხასიათს ესულ ეს რაღაც ვიცინით, ხუმრობთ და ეხა შენ თუ დაგიტოვეს მაშინდელივით ჩემს გამო და რაღაც ესეთი საუბარი ერთმანეთში. ძალიან კეთილგანწყობით შემხვდა პოლიციის გამომძიებელი, ცოტა ხანში გამოიძახეს ისინი ვინც დამკითხა
და არც რაღაც ზედმეტი ხარ უყვებიან ის ვინც ესე ადმინისტრაციულ პატიმრობაზე იყვნენ 4 დღით 5 დღით აი ესე გაგვაშიშვლეს რაღაც ეს ღირსების შემლახველი კი რაღაცებს გაგიდასტურებ რომ ასე იყო კი მესმის ძალიან ბევრ შემთხვევაში არა მარტო თქვენ შემთხვევაში ნუ მსგავსი არაფერი არ ყოფილა აი ჩემს მიმართ რატომღაც არ ვიცი ძალიან პატივისცემით იყვნენ მე თვითონ ამოვიტრიალე ჯიბეები ქალებმა შემიყვანეს არც ხელიცაკი არ დამაკარეს გადამიყვანეს სასამართლოში სულ წითელზე იარეს სულ საპირისპირო მიმართულებით რომ 6 საათამდე მოესწროთ და ნუ ერთი ჩამოვიდა კიბეებით გადავიდა სანამ ჩვენ მანქანით მივიდოდით სასამართლოში და ყველაზე მაშინ მივხვდი რომ მართლაც ისტორიის სწორ მხარეს ვიდექი როდესაც ქვევით ვნახე ის ხალხი იმ საზიზღარა ეს არის თუნდაც აი ამ სისტემაზე რამდენს ლაპარაკობს ყოფს იქ აი როგორი ტუალეტები ქონდათ როგორი ის არის აი სანამ სასამართლოში შევდივართ ის მოსაცდელი იქ იყო გიზვად კვარაცხელია ვასკა ბარნოვი გიორგი ლიფონავა ხო და მე მგონი რა ვიცი ხა რო ფიქრობ ის უფრო ვასკა ჩიქოვანი ხო ჩიქოვანი ამ ბოდიში ამერიკაკვარი რა ვიცი ვინ არის შეიძლება ყველა ვერ გავიხსენო და რა ვიცი მე მგონი სირცხვილი ალბათ დღეს ვინც ციხეში არ ზის და ისეთი ხალხი ზის პირიქით მეამაყება კიდეც ნუ რაც შეეხება იქ გურჯაანის ციხეში საიზოლატორში გადაგვიყვანეს იმიტომ რომ ადგილები არ იყო არც სახეში აი გადატვირთული იზოლატორების შესახებ ძალიან ბევრი ინფორმაცია გამოდის და დილის 6 საათზე შეგვიყვანეს და არ ვიცი ვინ იყო იმ ცვლაში ძალიან მალე ესე დავიძინეთ ძლივს მივედით მამდე რაც ქვია იმას არ ვიცი საწოლის გარდა ყველაფერი და დილით ძალიან კარგი ბიჭები დაგხვდნენ ბადრაკები, ნუ ძალიან პატივისცემით, აი მე მაქვს კლაუსტროფობია და თხოვე რომ ის გაიღოთ ის ფანჯარა კარმუშკა ქვია. თუ კარმუშკა არ ვიცი, ჩემთვის ეს ერთი ვამბობდი რომ სამსახურებიდან ხო გამიშვეს და ერთი აი ციხეში არ ყოფილვარ თქო, სხვათა შორის ის მეხუმრებოდა ის პოლიციის უფროსი რომ აი ქუთაისელი თუ ხარ, ერთის როკი. აი მისმის რომ ყველა ვინც გამოვიდა მათ შორის მოდი ერთ რაღაცას დავამატებ ჩვენ ერთად ვიჯექით მე ნინო ლაღიძე და სტუდენტი ბავშვი რუსუდან მაღრაძე ნუ არ ვიცი აი ბოლომდე ვხმაურობდით აი ყოველი გასაინებს რომ საქართველოს იმნი ცეკვას იმღერა ნუ ასე გადავიტანეთ ეს 4 დღე ვინც არ არის ნაყოფი ალბათ არ იცის ეს არის 4 თვე იქ ისე ნელა ღამდება ისე ნელა გადის ეს დრო და ალბათ ერთმანეთის გვერდით დგომით გაუძელით ამ ყველაფერს და რა ვიცი, ვცდილობდით რომ მაგრად ყოფილიყავით, ერთ ექიმს შევატყვე, ორი ძალიან კარგი იყო და ჩვენიანი იყო. ერთი იყო, ნუ, ქოცური თავის ჰაბიტუსით და აი ვცდილობდი რომ ნერვები მომეშალა, ღამის 3 საათზე ვაღვიძებდი, ვითომ რაღაც ჭირდებოდა და რაღაც ესეთ რაღაც ესეთ მავნებლობა ჩემი ამით ვიყრიდი რაღაც იმას ჯავს. ხო, აი ის რო ეხა ჩვენ გავწყდით, ნურცეთ ქოცნუ ექნება ამის იმედი პირიქით. როდესაც მითხრა ადვოკატმა რომ ესე თქვენთან უნდა მოსულიყავი, სახში შევარდი, მოვწესრიგდი და წამოვედი და მინდა გითხრათ რომ აუცილებლად გავემარჯვებთ აუცილებლად ეხა უფრო იქ რო ვიყავი და აი მათი კეთილგანწყობა დავინახა ისინიც თვითონ აი როგორ ხდებიან რომ რა აბსურდის მონაწილეები არიან და ვიცი რა არის ექიმი მეუბნება რა პროფესიის ხარ მე ვთქარ ესე ქორმეისტარი ვარ მუსიკოს ნუ ეხა მანდაბა ის არ დადგება ეხა და მიამაყებით თითეული თქვენთაგანი და რა ვიცი მე მგონი ეს ამ ხალხს ჩვენ კი არ უნდა ვეჩხუბოთ ამ ხალხს ჩვენ უნდა ველაპარაკოთ და რაღაც უფრო სხვა ფორმები გვაქვს ჩვენ ამ ხალხთან მოსაძებნი რომ ერთი საერთო დასკვნა უკვე გამოიკვეთა ჩემი კოლეგების მათ შორის ვინც დატოვა იზოლატორი თითქმის ყველასგან ერთი განწყობაა რომ ნუ არავის რა თქმა უნდა მედეგობა არ შეურყევია ამ რამდენიმე დღიან პატიმრობას მეორე ყველა ხას უსვამს თავად სინდისის პატიმრების თავდადებას და მათ მდგომარეობას რომ ისინი ცხადია გაცილებით უფრო მძიმე პირობებში იმყოფებიან პირობებს რაც ეხება დღეს ნინო დათაშულზე რაც გავიგეთ ის პედაგოგია უმძიმეს პირობებშია ორ ოპერაციას საჭიროებს იმდენად რთულია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და იქ არსებული პირობები რაზეც მეუღლემ დაწერა უკვე რომ რა ვიცი ადამიანმა ანდერძი დაწერა და აი ამ
ყველაფრის მიღმა რომ თქვენ ასხივებთ იმას რომ ბრძოლას აგრძელებთ, მაინც დგას ის მწარე რეალობა რომ მეორე შემთხვევის პირობებში ერთწლიანია უკვე პატიმრობა. ადამიანები 2-5 წლით არიან გაშვებული ციხეში, დღეს უკვე გამოაცხადეს დიქტატურის გამყარება, პარტიების აკრძალვა. აი აქ რა შეხედავთ გამოსავალს. დღეს მაგალითად ნაწილმა შიმშილობა დაიწყო, მაგრამ ნაწილისთვის ეს არ არის ხო გამოსავალ. ეს რა ვქო, რაც შეეხება წერილის დაწერას, მე მართლა კიდევ წავიღე წერილი იქ, იმიტომ რომ ელისო ეს უნდა თქვა. ბევრი რაღაცის მოყოლა შეიძლება, როგორ ლახავდნენ ჩვენს პატივმოყვარეობას, როგორ გვამცირებდნენ რეალურად. ბევრი მომენტი იყო, ისე თითქოს არაფერი, მაგრამ უმძიმესი იყო პირადად ჩემთვის ამის გადატანა. ღირსების შელახვაზე იყო ლაპარაკი. აღარაფერს ვიტყვი, როცა ქოცმა ექიმმა გამხადა ყველაფერი ჩემო ელის. ამხდის ქალს. თუ წარმოუდგებ, რას აკეთებთ, ქალბატონო? მე ვთქვი, რას აკეთებთ, ქალბატონო? გამოფხიზდით. Ну, აღარ ვიტყვი შხაპის მოვლენები. Ну, აი ამაზე არ ვიცი, ხა არც ღირს რა. ხა ანეკდოტად ხო არ ვაქცევთ ამეთ. მაგრამ ელისო ყოველ დღე მემატებოდა წნევა. იმიტომ რომ ჩემ წამას არ მაძლევდნენ. არ შემომატანინეს ჩემი ელემენტარული წამალი, ელისო და ყოველ დღე მე დაიწყო 140-ით, გაიზარდა 150, მე 160, 170, 180 მასმევდა თავის ადგილობრივ წამლებს და არ მშველოდა ელისო და ვედრებოდი ჩემი ნებილეტი პლუსი მომეცით უფლება რომ შვილმა შემომიტანოს. არა და მორჩა რაღაც პროცედურები, ფორმას, რაღაც სისულელები, რომელსაც მე გვამრავი დრო და ვერ ასწრებ, ცუდად ახლა ჭირდება შენ წამან. მოკლედ რა. გამოსავალს რა შეხედავთ, როდესაც ყოველდღიურად უკვე ხო და ბოლოს 150 მქონდა წნევა და გამეკეთეს ვენაში ნემსი, გადაიდნენ, ახლა კინაღამ სასტრაფოთი მართლაც ვიყავ, თავი მისკდებოდა და კვდებოდა, მართლა კვდებოდა. გაიხარებდა ალბათ ქოცობა, მოკლედ. მაგრამ ჩვენ დავდექით კлау ფეხზე, გადავრჩით და ვაგრძელებთ ბრძოლას. ელისო საჭირო არის მოვიფიქროთ და მე ვიცი ხალხი ფიქრობს უკვე ამ საკითხზე და ყველაფერს არ მოუყვები მე აქ. რა საკვირველია? განსხვავებული ტიპის პროექტებს, მოდი ესე ვთქვათ, რომელიც არ იქნება ჩვენთვის მტკივნეული. ისე როგორც დღეს, ყოველ დღე მართლა რო უყურებ. აი ხო გამოვედი ვერ მივედი გუშინ რომ განადგურ ძალიან ხო წარმოგიდგენთ კრიზი მქონდა ხო და როგორ დღეს ახლა აქ მოვედი ხო და ნერვიულობ ამ ბავშვებზე ელისო 21 წლის მარია ტალიაშვილი ხონდა 24-ში გამოცდა ტელეჟურნალისტიკაზე სწავლობს და დოკუმენტალისტიკაში ხონდა გამოცდა და გააცდეთ ბავშვი რატო მოიტაცეს რუსთაველა რატო იცი დასვა შეკითხვა დაუსვა პოლიციელს არის ამის კადრები ვინ დააკავეთ და რატო დააკავეთ იქნებ გვითხრათ ანუ მასალას აგროვებდა ჟურნალისტი პატარა გოგო დავლეს ხელი და ჩატენეს მანქანაში მე არ ვიცი ზოგიერთს ვეღარც უნდა დაველაპარაკო ჩვენ მაგათ ვისაც სინდისი დარჩენია იმათ უნდა ველაპარაკოთ ელისო აი ამას რო აკეთებს ხო დავალებით ზემოთ ის უკვე ადამიანი არ ის არის რეჟიმის ჭანჭიკი და ისიც ცოდაა ეს ახალი პროექტები ძალიან საინტერესოა მაგრამ არა პროექტებზე არ არის ანუ ჩვენ უნდა მოვიფიქროთ ხალხი არ დავაჭერინოთ აუაროთ გვერდი რაღაცნაირად ჭკვიანურად აი ამ საზიზღარებას რა მაგათ ეგრეთ წოდებულ კანონებს ბანდიტების მიერ დაწესებულ დადგენილ და მიღებულ კანონებს დამტკიცებულს ასევე ბანდიტების მიერ ბანდიტების გარდა მე მათ ვერაფერს ვერ უწოდებ და უნდა მოვიფიქროთ ალტერნატიული გზები ასეთი არსებობს უამრავი სხვათა შორის ჩვენ იქ ბევრი ვიფიქრთ ყვილად რო არ დაგვიკარგას ახალი გეგმებით გამოходит. ხო, აუცილებლად, ჩვენ არ ვაპირებთ მაგას შევაჭმევინოთ. თავი და ჩვენი ახალგაზრდა მეორე გოგო, ტასო, ჯაფარიც. აი, პატრიოტი. თავდადებული 7 წლიანი გოგო, ვითომ არის ორივე სათვალეებიანი. აი რო გეგონება რომ მთელი დღე მხოლოდ მეცადინ. არა, იბრძვიან. ყოველ წამიერად გამოვიდნენ თუ არა გაიქცნენ რუსთავაზე. ნუ მე ვეღარ გავკაჭე.
თან სიფრთხილის გამოჩენა უკვე საჭირო. სოფო, თქვენნაი როგორ ფიქრობთ? ცოტა კიდევ უფრო დამძიმებული რეალობა დაგხვდათ, რომ გამოხვედით ამ დღეებში და რაც გვახარებდა კიდე და რაც ამ დღეებს გვიხანგრძლივებდა იყო ის, რომ აი ადვოკატი მინდა უღრმესი მადლობა გადაუხადო, არ მინდა რომ რაღაც გამოგრჩეს. საერთოდ უცხო ხალხი მოდიოდა, რომელსაც არ ვიცნობდი ჩვენ სანახავად ამ ხელა გზაზე. მადლობა მინდა უთხრა თორნიკე თევზაძეს, რომ ვიკითხე, აი ადვოკატს ვკითხე, ვინ არის ეს ბიჭი, ერთადერთი აქციის მონაწილეა, რომელიც დგას გურჯაანში. ანუ ერთი ადამიანი, ვინც აპროტესტებს, ის მოვიდა ჩვენ სანახავად და ქალბატონ ლიანა ამისულაშვილს, სანამ ჩემები ჩამომიტანდნენ რაღაცა ის რაც მჭირდებოდა იქ, მოვიდა და მოგვიტანა. ასევე მადლობა მინდა უთხრა ჩემს ადვოკატს არაჩვეულებრივ სოფო როინიშვილს, რომელიც რა ვიცი, ძალიან ბევრი შევიყვანეთ შეცდომაში, განსაკუთრებით ქოცები გვყავს სრულ დაბნეულობაში. და ნანა ამისულაშვილს, რომელიც უმაგრეს ადამიანს, რომელიც აი პირველად გუშინ ვიტირე, რომ ნანა ვნახე, როდესაც ორდერი აიღო და ვინც ვიყავით გურჯაანში ყველა ვნახა და ჩვენ რას ვაკეთებდით, იცი? აი იქ აი კვების დროს ხო გვაწარინებდნენ ხელს და აი ესე უყურებდით ვინ არის იქ ჩვენიანი და გარეთ ვღეროდით რომ ერთი ცოტა ადრე შემოიყვანეს და გვაინტერესებდა ჩვენი ხმა თუ შედიოდა სხვა იზოლატორებში და კივე ჩვენ ბოლოში ვიჯექით და რადგან ჩვენამდე აღწევდა ეს ხმები ჩვენი ჰიმნი, შავლეგო, რა ვიცი თუ რამე პატრიოტული ვიცოდით ნინოც კარგად ღერის ჩვენ დაგვაქვს ყველაზე მხიარული საკანი ფელს ასე იგი იზოლატორში და ეს ყველაზე მთავარი ბავშვმა იქ ჩვენ ხომ მოვაწერეთ ხელი შინაგანი წესი რომელიც არ უნდა დაგვერღვია ბავშვმა ფრჩხილით ამოკაწრა რუსკამ ესა ცეცხლი ოლიგარქიას რკინის მაგიდაზე და მეორე დღეს გვეუბნებიან რომ მაინც გადავახვევთ ახლა და თქვითო რა რომელი იყავითო და მე და ნინო ახლა მაინც ჩვენი შვილის ტოლია და გვინდოდა რომ რომელიმე ჩვენ თავზე აგვეყო და ესაო რა ქვია არა ესე გაგვაჩერა პატარა კაფანდარა გოგო 21 წლის არა მე გავაკეთეო და დღეს ახლა არ მინდოდა რომ ისინი დამეტოვებინა და ვეუბნები რომ რაღაცა დანაშაულს ჩავიდნენ რომ მე ცვალ დილით გავალსგონა და ის სრულ შოქში ყავდა ის სიმღერიცული აი გუშინდელი ისა რომელიც არ მომეწონა ცლა დილით რომ დაიწყნენ მოხდა ასეთი ინციდენტი და ეს აუცილებლად უნდა გავაჟღეროთ ჩვენ ამ ფაქტებზე თითქოს თქვი რომ არ ვიტყვით ხომ რატო არ უნდა თქვა აი როდესაც ჩვენ საპირფარეშოში შევდიოდით აი იქ იყო ფანჯარა, რომელზეც იყო აკრული რაღაც. და აი, როდესაც დიდხანს დავყომდებოდით, ისინი ხო კამერებში გვიყურებდნენ, ჩვენ გვთხოვდნენ, რომ აი მიუკაკუნეთ ხო არის კარგად. ნუ ყველა ესე პატივისცემით იქცეოდა. აი გუშინდელი ცulis ერთ-ერთმა ბადრაგმა გადაწყვიტა, როდესაც ბავშვი იყო შესული ტუალეტში. ნუ ავიხედეო, დანი მეუბნება და ტიპი მიყურებდაო რა. ნუ ამაზე გადავირიეთ, სამივე ადვოკატი გამოვიძახეთ და იქ ამბავი ავტეხეთ და ნუ ეს ვერ გვეკარებოდა. აი დღეს რო იყო ცulis გადაბარება, უკვე იქ მინებიდან გვიყურებდა. სერიოზული დარღვევა. ხო, ეს სერიოზული დარღვევა. არა, მე ესენი მიმტკიცებდნენ მეგრე შემდეგ რომ ხო, არა, ეს აქ უფლება, იმიტომ რომ თუ კიო, ისა ვთქვათ, აგვიანებს, თუ აგვიანებს, ხო შეიძლება ჩვენც ვართ, ხო, ორი დედისტოლა ქალი ვზივართ და ყოველ წუთში, აი ხო, ყველა ვინც იყო 4 ღამე გავატარე იქ, ყველა ესე იქცეოდა, რომ აი ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ აბა მიუკაკუნე, ხო არის კარგად და ხო არაფერი ჭირს, არაფერი საჭიროება არ იყო. ნუ არ ვიცი მე შეიძლება მათ უწერიათ ესე რომ აუცილებლად თუ კი დაყომდება, მაგრამ აქ ხო არის რაღაც ადამიანობა ხო დგას ფაქტორი. აი დღევანდელი ბადრაგი შაბათ დღესაც ესენი იყვნენ, ძალიან კაი ბიჭები იყვნენ, აი ძალიან ბავშვმა გამოუჭრა გული შოკოლადის ქაღალდისგან და დაუტოვეთ, რომ იმათ მიხვდნენ, რომ ისა ჩვენ ერთნი ვართ, ჩვენ არაფერი არ გვაქვს გასაყოფი მართლა ამ ხალხთან, ერთადერთი ვინც ყოფს და ერთმანეთს ესე გადავკიდა არის ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება. და მინდა კიდევ თქვა ის, რომ აი ეს მოსამართლე, რომელიც ცაგარეიშვილი იყო და ალბათ როდესაც ვსაუბრობდით საკანში, აი ნინო მეუბნება, რომ გაგიმართლა ცეკვავასთან არ მოხდიო, თორე აუცილებლად ის ვინც იყო შსს წარმომადგენელი ითხოვდა ჩემს იმას სასჯელის უმაღლეს ზომას, ხო. იმიტომ რომ მე არ პირველად არ გადამიკეტია გზა და ყოველთვის არასდროს არ ვიკეთებდი პირბადას, მე მაშინაც ველოდი დაჭერას, იმიტომ რომ მე ლევან ჯობოვასთან ერთად ორჯერ გადავედი პირველად გზაზე და როდესაც ლევანი დაიჭირეს, სახლის დალაგება დავიწყე.
3 დღე რომ რაღაც მაინც რო შემოვიდნენ. ხო და ალბათ თავისი ის აქვს, აი როგორც ქალბატონი ლიკა დაიჭირეს იმ დღეს და ესე ათითებდნენ ვინ უნდა აიყვანათ ტროტუარებიდან. ალბათ იმ დღის გეგმაში არ იყო ჩემი დაჭერა და ეს ჩვენი დამჭერი კაცი რატო გადადგა ის ჯოხაძე ვინმე გაარკვია ხო არა დღეს გავსოლდა ასეა გენაცვალე დაგვიჭერთ და მოგიწევთ მე პასუხი აქედან მინდა რომ სინდისის პატიმრებს მოკითხო და სოლიდარობა უთხრათ და ერთი ინფორმაცია რასაც წერს ლიკა გუნცაძე ანდრო ჭიჭინაძის დედა ესე იგი ანდრო მიიწვია ევროპის კინოაკადემიამ დაჯილდოვებაზე ესეთი ადამიანები არის ციხეში ნუ გაუშვებს იმედია მე მაქვს იმედი მინდა ვუსურო მაგრამ ნუ ისეთ რეალობაში ვარ რომ თუ რადიკალურად რაღაცები არ შეიცვალა მისი გაშვების აი ბოლო 100 წლის განმავლობაში მსგავსი პრეცედენტი არ ახსოვს საქართველოს რომ წერალი აკადემიკოსი კომპოზიტორი პოეტი ჟურნალისტი მუსიკოსი დირიჟორი ნუ არ ვიცი ალბათ მართლა დღეს ბესიკ ხარანაულის ლექსი მანახეს ბავშვებმა წამაკითხეს და ხელი არ ჩამოვართვათ ვინც ნაციხარი არ არისო რაღაც ეს ფრაზა თანამედროვე 37 წლის მომსწრე ვართ უნდა დაგეშვიდობოთ თუ რამის შეჯამების სახით თქმა გინდათ არა ვიბრძოლებთ ბოლომდე მე ერთი რაღაც მინდა ვთქვა რა თქმა უნდა ყველა ეთერში სადაც კი საშუალება მომეცემა მინდა რომ სოლიდარობა გამოვხატო ჩვენი სინდისის პატიმრების მიმართ, მათი მშობლების მიმართ, გაუტეხელი ხალხის მიმართ. მე როგორც პედაგოგმა, რა თქმა უნდა, ჩემი დიდი მხარდაჭერა და სოლიდარობა ნინო დათაშვილს და იქ რაღაც ჩემი ქარდი რო დადო რომელიღაც ტელევიზიამ რომ დამაკავეს, იქ ისა ციცინო და მაყვალა მასწავლებლები, საბჭოთა დროინდელები წერდნენ რომ ну როგორც იციან ახლა თოცი მასწავლებლები აი ვერ წარმოუდგენიათ რატომ დაიდგეს მასწავლებელი გარეთ და აპროტესტებდეს და მე პირველ რიგში სირცხვილი მასწავლებლებს აი ის რეზონანსი რაც ბატონი გიორგი ჩახუნაშვილის დაჭერას მოხდა და ექიმებმა როგორც აი იგივე რომ მოყოლოდა ნინო დათაშვილის შემთხვევაში ნინო აქამდე ციხეში არ იქნებოდა და აი მე იმედი მაქვს იმისი რომ აი ეს კლასობრივი დიფერენცირება კონცეპტთან ერთად გადაშენდება და ისევე როგორც არამარტო ცნობადი ადამიანების მიმართ იქნება რაღაც განსაკუთრებული სოლიდარობა ნებისმიერი ამ პროტესტში ჩართული ადამიანის რომელიც შეიძლება უფრო მეტად ბრძოლობს, უფრო მეტად დაზარალებულა და საერთოდ ზოგადად მე მგონი ეს უნდა გადავაშენოთ ეს რაღაცები, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ყველა თანასწორობისთვის ვიბრძვით, ყველა ვიბრძვით ჩვენი ქვეყნისთვის და მე მჯერა რომ მართლა აი არანაირი ის არ მქონია პირიქით. უბრალოდ ის 20 წუთი რო გამომიყვანეს, ეს იყო ყველაზე გრძელი 20 წუთი, რაც 4 დღის განმავლობაში. როგორ გადის იცი საათები? აი მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ვიყავ, მაინც აი ეს საშინელი ეს შავი რაღაც კედელი, არ ვიცი, აი მე მორალურად ძალიან მიჭირდა და ეს ბავშვები რო არ ყოფილიყვნენ, ძალიან გამიჭირდებოდა და წარმომიდგენია ჩვენი ახალგაზრდა ბიჭები, ჩვენი საუკეთესო თაობა ღმერთო საბაჯიქია მათე დევიძე სხვები ყველანი რა დღეში აი როგორ დაუნგრიეს ახალგაზრდა ბიჭებს და გოგოებს ცხოვრებას უნგრევენ ნინო დათაშვილი ეს რა არის საწერია ადამიანს აქვს თიაქარი ხო დაზიანებულია ხერხემალი და არაფერი გესმის ეს არის ფაშიზმი ეს არის ფაშიზმი ეს არის სადიზმი ეს არ არის ადამიანობა ესენი არ ძალიან ცუდად დაამთავრებს ნულოვანი თანაგრძნობა ეს არის რაც გამოაცხადა ყოველდღიურად და ამ გზით მიდის როგორც ძალიან ცუდად დაამთავრებს დიდი მადლობა ორი ძლიერი ქალის გარემოცვაში ვიყავი ლიკა ბასილაია შავგლიძე მადლობა თქვენ და მე იმედი მაქვს რომ ხალხი კიდევ უფრო გაიაზრებს ამ ჩვენს დღევანდელობას და იმედია რომ აუცილებლად გამოვა აი ყველა საკვანძო დღეებში მაინც ერთიანები ვართ და მე მაინც მჯერა რომ გავიმარჯვებთ იმიტომ რომ სხვა მოცემულობა უბრალოდ არ არსებობს და სხვაგვარად ჩვენ ამ ქვეყანაში ვერ დავრჩებით. ყველა ვერ წავალთ და ვერ გავახარებთ ბიძინა ივანიშვილს და აუცილებლად დამხობა რეჟიმს და ცეცხლი ოლიგარქიას. დიდი მადლობა თქვენ სტუმრობისთვის, თქვენი შემართებისთვის.